დედაქალაქსა და მის შემოგარენში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. კალაძის თქმით, მთავარი პრიორიტეტი ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგებაა. შიდა ქუჩების გაწმენდას კი მოგვიანებით დაიწყებენ. 15 წელია საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომზე 2023 წელს გაკეთებული ამ განცხადებისთვის დოჟდის ჟურნალისტ სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ. ეს რუსეთის არმიაზე ყალბი ამბების კანონით აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც უკრაინაში ომს არ უკავშირდება. ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე ევროპა საკუთარი უსაფრთხოების ალიანსის შექმნას განიხილავს. ამერიკის გარეშე და უკრაინის მონაწილეობით ამის შესახებ პოლიტიკო წერს. გამოცემის ცნობით, ტრამპის მუქარა გრენლანდიასთან დაკავშირებით და ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების შემოღება ევროპის დედაქალაქებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას არ დაესწრება. გადაწყვეტილების მიზეზად ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაასახელეს.